ხაშურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ამჯერად მიმდინარეობს ზემო სერის ტყე-პარკამდე მისასვლელი სავალი გზის მოასფალტებისა და სანიაღვრეს სისტემების მოწყობის სამუშაოები. აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება გარე განათების მოწყობაც. ადგილზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა. თენგიზ ჩიტიაშვილის ხმით სამუშაოების სწრაფი ტემპით მიდის და პროექტი ვადების შესაბამისად დასრულდება. ზემო სერის ტყე-პარკის და გზის რეაბილიტაცია ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იცით თქვენ რომ 80-იან წლებში სერზე იყო აი ესე ვთქვათ ხაშურისთვის საამაყო ესე ვთქვათ პარკი იყო, მუშტაიდის მსგავსი პარკი იყო, მატარებელი დადიოდა და იყო სხვადასხვა ატრაქციონები. სამწუხაროდ 90-იან წლებში ეს ყველაფერი განადგურდა და ფაქტიურად არაფერი არ იყო დარჩენილი იქიდან. ჩემი მერობის პერიოდში გადავწყვიტეთ ჩვენმა გუნდმა რომ დაგვეწყო ეტაპობრივი რეაბილიტაცია. იმიტომ იმის ფუფუნება ჩვენ რო ერთ წელში გაგვეკეთებინა და აღვედგინა, იქიდან გამომდინარე რომ ხაშურში ბევრი პრობლემები იყო, არ ქონდა. ამიტომ რაღაც ეტაპები დავიწყეთ. უკვე არის მესამე ეტაპი. ამ მესამე ეტაპს დაემთხვა ის, რომ უკვე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. აქ დაიგება ბეტონის გზა, ესე იგი ბანამდე და კოლეჯამდე და ტყე-პარკამდე მისასვლელი გზა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქალაქის ხვალინდელი დღისთვის. სამუშაოები ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებული პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით. პროექტს ღირებულება შეადგენს $1.5 მილიონ. სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეპესე ჯორჯიან ბილდი. ამ ეტაპისთვის სამუშაოები მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ბეტონის საფარის მოწყობა, სანიაღვრე არხების მოწყობა, გზის დამცავი კედლების მოწყობა, გარე განათების სისტემის მოწყობა. აღნიშნული პროექტი მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხაშურში ეს გახლავთ ერთ-ერთი ადგილი, რომელიც ასე ვთქვათ მიმზიდველია ტურისტებისთვის. ძალიან კარგი სასიკეთო პროექტი გაკეთება და მე მგონი ეს მომავალი თაობისთვის იქნება ძალიან საუკეთესო. და ჯერ კიდევ ზევით კიდევ ბევრი სასიკეთო ისეთი რამეები გაკეთება, რომელიც გამოადგება ჩვენ შვილიშვილებს გამოადგება ეს სამთავარი, თორე ჩვენ ახლა ცხოვრების მეტი წინი გავლიეთ, მაგრამ კაცი იმედი ცოცხლობს და წინ უნდა გავიხედოთ, ასე რომ ვთქვა. ხო? ასეა და რა თქმა უნდა ახლა მოსახლეობას მადლიერი იქნება. რაიონის მოსახლეობა და ეს მარტო რაიონისთვის კი არა, მთელი საქართველოსთვის კარგი იქნება. აღნიშნული პროექტი ძალიან სრულფასოვანია და ესე იგი აგვისტოს ბოლომდე იქნება სრულად ჩაბარებული წლევანდელ შესასრულებელი თანხები, რომელიც მოიცავს $1 მილიონი სამუშაოების შესრულებას.